იქნება თუ არა კვარაცხელია ესპანეთთან შეხვედრაში. რას ამბობს ვილისანიოლი მოახლოებულ შეხვედრებზე? ესპანეთის ნაკრების დანაკლისი. რამდენ თამაშში იქნება მამარდაშვილი ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში? რას ამბობს არნე სლოტი ქართველ მეკარეზე და კრისტალბეტ ეროვნული ლიგის გამორჩეული შეხვედრა? ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციის მოსასმენად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ საქართველოდან, სადაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ჩასატარებელ შეხვედრებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილისანიოლმა პრეს-კონფერენცია გამართა. ჩვენი ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი თურქეთს. ამ გასვლით შეხვედრებამდე ვილისანიოლმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. როდესაც ესპანეთს და თურქეთს სტუმრად ეთამაშები, ცოტა რთულია საუბარი. განსაკუთრებით ესპანეთზე, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ზოგადად გეტყვით, რომ ჩვენი მიზანი იგივეა, ეს წინსვლა და განვითარება. ჯერა რომ თუ ამას მივახცევთ, შედეგებიც სასურველი იქნება. შემტევი ფეხბურთელებისთვის გოლების გატანა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხბურთში დაცვაც მნიშვნელოვანია. და მხრივ ბოლო დროს გარკვეული გამოწვევები ჰქონდა. დაცვაში მიდის თაობა დაცვლა და ახლა ჩემი საქმეა რომ სწორი ბალანსი ვიპოვო. კარგი იქნებოდა უფრო მეტი ფეხბურთელი რომ იყოს თავდაჯერებული და კარგ ფორმაში. ასე დროს უფრო ადვილია ყველაფერი. მიქაუტაძეში ვილიარეალმა ძალიან დიდი თანხა გადაიხადა და მნიშვნელოვანია რომ კარგ ფორმაშია, რაც ჩვენს ნაკრებსაც წაადგება. გუნდის განვითარება ყოველთვის ჩემი პრიორიტეტი იყო და ასე იქნება მომავალშიც. როგორც მთავარი მწვრთნელი ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობასაც, მაგრამ ასეთი მაღალი დონის თამაშები კარგია იმის დასანახად, თუ რა ეტაპზეა საქართველოს ნაკრები. კონკრეტული შედეგი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა ჩემი მიზანი ყოველთვის ის იქნება, საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს რომ მაღალი დონის გუნდია და ჩვენზე ისაუბრონ როგორც რთულ მეტოქეზე. აღიქვან როგორც რთული და სერიოზული მეტოქე. კიდეზე ძალიან ხშირად ვსაუბრობ და ყოველთვის ხაზს ვუსვავ მის მნიშვნელობას. გუშინდელი გოლი მას თავდაჯერებას შესცემს და მჯერა რომ ნაკრებშიც დაგვეხმარება. ზოგადად ვიტყვი რომ უფრო მშვიდად მძინავს, როდესაც ვიცი რომ ის მზადაა და ნაკრებში თამაში შეუძლია. ჩაგვეკი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. 7 თვე არ უთამაშია და ახლა იმედი გვაქვს რომ მომავალ წელს მარტის თამაშებისთვის შეძლებს რომ ნაკრებს დაეხმაროს. ვნახოთ, თვითონაც იცის და ყველა მიცის როგორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია ჩაკვეს სახით. რაც შეეხება დაცვის ხაზს, ბევრი გამოწვევა გვაქვს. ტრამვირებული და უთამაშებელი ფეხბურთელები გვყავს. მაგალითად, ახლახან ხვადაგიანმა მძიმე ტრავმა მიიღო. საზონოვი არ თამაშობს. ლოჩოშვილსაც პირველ შეხვედრაში დისკვალიფიკაცია აქვს. ეს არ არის იდეალური სიტუაცია, მაგრამ როგორც მწვრთნელი ყოველთვის რეალობას უნდა ვუსწორებდე თვალს და ვეცადო რომ სასურველ შედეგებს ხელმისაწვდომი რესურსებით მივაღწიო. აქვე გეტყვით რომ ოქტომბრის შეხვედრებისთვის ვილისანიოლმა ამ დროისთვის ტრამვირებული ხვიჩა კვარაცხელია გამოიძახა, მაგრამ ჯერ ზუსტად უცნობია შეძლებს თუ არა ის ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. გავრცელებული ინფორმაციით კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ვერც ლიგა 1-ის შემდეგ ტურში ლილთან ვერ დაეხმარება, რადგან ქართველის სრულად გამოჯამრთელებას 10 დღე სჭირდება. პარი სენ-ჟერმენში კი იმაზე ფიქრობენ რომ ფეხბურთელს როგორმე საქართველოს ნაკრების შეკრებაზე განგზავრებაც არიდონ. გავლენიანი გამოცემა ასის ცნობით პარი სენ-ჟერმენმა შესაძლოა საქართველოს ნაკრების სამედიცინო შტაბს მიმართოს და შეეცადოს რომ ქართველი ვარსკვლავი პარიზში დატოვოს. პარიზელებს მსგავსი შემთხვევა სექტემბერში დემბელესთან დაკავშირებით ჰქონდა. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას მიმართეს, თუმცა ფედერაციამ პარი სენ-ჟერმენის თხოვნა არ გაითვალისწინა, რასაც დემბელეს ტრავმა მოჰყვა. ჯერ უცნობია როგორ განვითარდება სიტუაცია კვარაცხელიასთან დაკავშირებით, თუმცა იმედია რომ ქართველი გამოჯამრთელებას იმაზე ადრე შეძლებს, ვიდრე ვარაუდობდნენ და რაც მთავარია, შეძლებს ნაკრებს დაეხმაროს უმნიშვნელოვანეს შეხვედრაშიც. პირველ მეტოქეს ესპანეთის ნაკრებს არ ეყოლება ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა რომ ლამინ იამალი თამაშს მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. შეგახსენებთ რომ იამალი ნაკრებში გამოიძახეს, თუმცა როგორც ირკვევა, სამედიცინო შტაბს მისი ტრავმის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და მეთანხმებით მისი არ ყოფნა ესპანეთის ნაკრებისთვის ერთ-ერთი დიდი დანაკლისი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, რას ფიქრობთ, როგორ დამთავრდება ესპანეთის და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ლივერპული სადაც გაირკვა რომ ალისონ ბეკერი თამაშს კიდევ 6 კვირა ვერ შეძლეს. ამ პერიოდში, ანუ მინიმუმ მომდევნო 8 შეხვედრაში, ლივერპულის კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. ქართველის გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 ოქტომბერს ჩელსისთან გამართავს. ამ შეხვედრებამდე კი ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა ალისონზე და გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. მამარდაშვილი საუთჰემპტონთან ვნახეთ, თუ რამდენად კარგად მოერგო გუნდს. ვიცოდით რომ ძალიან კარგი მეკარე მოგვყავდა. როცა მოთამაშე პირველ შეხვედრას ატარებს, მაშინ შეგიძლია ნახო, თუ რამდენად კარგად გაიარა ადაპტაცია. და ვნახეთ რომ კარგად არის მორგებული გუნდს, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ის მაღალი დონის მეკარეა. ახლა ის უნდა გააკეთოს, რასაც კელეჰერი აკეთებდა აქამდე. ალისონი უნდა შეცვალოს.
ალისონი ჩელსისთან შემადგენლობაში არ იქნება და ის არც ბრაზილიაში გაემგზავრება. მისი დაბრუნება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გაივლის გამოჯამთელების პროცესს. გაუცებული ვიქნები თუ სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ შეხვედრაში ითამაშებს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ლივერპულის და ჩელსის დაპირისპირება 4 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს დროით საღამოს 9:30-ზე. ოთარ კიტეიშვილის შტურმმა კი ევროპა ლიგაზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ქართულის გუნდმა რეინჯერსი 2-1 დაამარცხა, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მეორე გოლი სწორედ ქართველის ანგარიშზეა. კიტეიშვილმა ამ შეხვედრაში 73 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კიტეს გასულ კვირას მამა გარდაეცვალა, თუმცა გუნდში რამდენიმე დღის წინ დაბრუნებულმა ქართველმა მორიგი კარგი თამაში ჩაატარა. ეს კი მის ძლიერ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ხაზს კიდევ ერთხელ უსვამს. გაბრიელ სიგუას ლოზანამ UEFA-ს კონფერენს ლიგის შეხვედრაში ბრეიდაბლიკის 3-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისუფლი ქართველმაც შეიტანა. მის ანგარიშზეა 1 საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ 20 წლის ნახევარმცველმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა. ქართველს რამდენიმე კარგი მომენტიც ჰქონდა და შესაბამისად ერთ-ერთი მაღალი შეფასებაც მიიღო. შეგახსენებთ, რომ სიგუა ბაზელის საკუთრებაა და ლოზანაში იჯარის წესით თამაშობს. ნოდარ ლუმინაძემ კი პორტუგალიის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა. ქართველის ეშტორილის სტუმრად კაზაპიას დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ითამაშა. ამ შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე სწორედ ქართველმა გახსნა. სამწუხაროდ ლუმინაძე შესვენებაზე შესვალეს. შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 7 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი. ეშტორილი 6 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო ტურში ნასიონალს დაუპირისპირდება. ბოლოს კი გიტოვებთ კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 27 ტურის გამორჩეული შეხვედრის საუკეთესო მომენტებს. თუმცა მანამდე თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე, გამოიწერე არხი და ჩართე სარისხი ლაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლოვე. ფრეები ჭარბობს პირველ ტაიმებში, ასე რომ ფრის შემდეგ რა იქნება მეორე ტაიმში, არავინ იცის. აქ ხარებავა კარგია, დაარტყა და არანაირი ფრე არ იქნება. პირველ ტაიმში ხარებავა 46 წუთზე მოახერხა და გაიტანა გოლი. ხეთი აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხა, მან ვერ შეუშალეს ხელი აქ ხარებავა, კარგად გადაიტანა ბურთი მარცხენა ფეხზე, მარჯვენა ფრთიდან შევიდა და გამოსტილი ქაფიანიძე იყო მის წინ, მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა. თითქოს კობახიძეც აზღვევდა, მეკარეც ხედავდა ამ ყველაფერს დარტყმის მომენტს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს ვერც გამოსtildeლმა მცველებმა და ვერც ახალგაზრდა მეკარემ თავისი გუნდი. შეტევას მივადევნო თვალყური ლეშინსკი, პასი გააკეთა, დარტყმა და 2-0 ძალიან მოულოდნელი იყო, თითქოს ერთი შეხვედრით მაინც პლუსში არის ლეშინსკი, არა უკაცრავად ეს ფეხბურთელი. տեսობა არის, აი აქ რა მოხდა ვნახოთ. ბათუმელმა ფეხბურთელებმა დაკარგეს ბურთი, ბურთისთვის იბრძოლა ულოკოობი. შემდეგ აი ეს გადაცემა, რომელიც ძალიან კარგი აღმოჩნდა, პლუსში ძალიან კარგად გადის, მარჯვენა ფრთაზე პასი და საბოლოოდ თავური მშვენიერი ვარდნაში თავურით ხარებავას პასი აღუნიშნოთ, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში. არ შეიძლება აქ დარტყმა, ბათუმელი ფეხბურთელების კარგი ერიში დარტყმა და 2-1. აღარ არის დამაჯერებელი, ზუსტად 1 საათის შემდეგ ბათუმელმა ფეხბურთელებმა მოახერხეს და გაიტანეს გოლი. ასე რომ აქ გოლის გატანა, აი განმეორებით ჩიტეიშვილის გადაცემა, უკვე მეტოქის საჯარიმოშია ბათუმელი ფეხბურთელი, ჯაფარიძე არ იყო, უკაცრავად ეს იყო ფუტკარაძე, შესვლაზე შემოსული ფეხბურთელი და ახლო მანძილიდან რაც თავარია ზუსტად დაარტყა მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში და ვერც მცველებმა, ვერც მეკარემ ხელის შეშლა ვერ შეძლეს. კარგი შეტევა შეიძლება გამოვიდეს ჯაფარიძე, გადაცემა, დარტყმა და ანგარიში ხდება 2-2. ბათუმელმა ფეხბურთელებმა შეძლეს და გაათანაბრეს და ეს არის წულუკიძე გატანილი გოლის ავტორი. წესის დარღვევის აქ არ იყო. მშვენიერია ჯაფარიძე ამ ეპიზოდში, რომელმაც გააკეთა გადაცემა და ერთი შეხებით წულუკიძემ შორეულ მეკარისაგან ამ შემთხვევაში შორეულ ცხრიანში ზუსტად გაგზავნა ბურთი. ასე რომ დინამო ბათუმმა შემოატრიალა თამაში და ძალიან კარგად გააკეთა ეს ყველაფერი. მეორე ტაიმში განსხვავებული გუნდი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გაუშვა გოლი, ძალიან სწრაფად მოახერხა, სადავეების ხელში ჩაგდება და აი ეს გატანილი 2 გოლიც ამ ყველაფერზე მეტყველებს. ზუსტად დაასრულა გოგა კიკაჩეიშვილმა დღევანდელი შეხვედრა.